მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სერიალი შორეული ქალაქის 53 ეპიზოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოემზადეთ, რადგან შორეულ ქალაქში ნამდვილი ომი იწყება. ვინ არის მკვლელი, რატომ დუმსა და ქათი და რა ბიდიელის ალბურას ოჯახს. დღეს ყველა საიდუმლოს ფარდას ავხდით. ბავშვის მოტაცებიდან დაწყებული ახალი დაუნდობელი მტრების გამოჩენამდე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ჩვენ კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. თავარი კითხვა-პასუხ გაუცემელია. ვურგუნი ბორანმა მოკლა? მიუხედავად იმისა, რომ სადაქალთმა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, ის შვილის დასაცავად კვლავ ტყუილს ირჩევს და სასამართლოში იტყვის, რომ არაფერი დაუნახავს. თუმცა ბორანი დიდხანს მაინც ვერ დაისვენებს. ეჯმელი ცდილობს დანაშაული სხვას გადააბრალოს, რათა ბორანი გაათავისუფლონ. ეჯმელი უბრალოდ კი არ ეხმარება ბორანს, ის აიძულებს თავის ერთ-ერთ კაცს, რომ მკვლელობა საკუთარ თავზე აიღოს. მაგრამ ჯიხანს თავისი გეგმა აქვს. მას სჭირდება, რომ ბორანი ციხეში ჩაჯდეს, რათა ალიამ დენისზე მეურვეობა მოიპოვოს. ჯიხანისთვის ბორანის მიერ ჩადენილი მკვლელობა საჩუქარია. ის ამას გამოიყენებს დენიზის მეურვეობის მოსაგებად, რადგან მსჯავრდებულ მამას ბავშვს არავინ დაუტოვებს. დემირის მიერ მოწყობილი მახე საბოლოოდ გასკდება. სიმართლეს ყველაზე მოულოდნელი ადამიანი ბავშვის ზიზა გაამშხამნებს. ის ვეღარ გაუძლებს ზერინის ტანჯვას და კაიას ყველაფერს მოუყვება. განრისხებული კაია დემირის დასჯას მოინდომებს, თუმცა ჯიხანი და შაჰირი ჩაერევიან. ისინი ბავშვს დაიხსნიან. დემირს კი პოლიციას ჩააბარებენ. სეზონის ფინალში ზერინი დემირს დაშორდება და ჩვენ კაიასა და ზერინის ქორწილს ვიხილავთ. ნარე ორსულადაა და ამას მომავალ ეპიზოდში ტესტის გაკეთებისას შეიტყობს. თუმცა დიდი შანსია, რომ ალიაც ორსულად იყოს. როგორც კი ბორანი და ეჯმელი ამას გაიგებენ, ალია საფრთხე დაემუქრება. ბორანი აკვიატებულადაა შეყვარებული ალიათი და შეეცდება ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ მას მუცელი მოეშალოს, თუმცა ჯიხანი მას თვალის ჩინივით დაიცავს. წინ კიდევ უფრო დიდი საფრთხეა. ჯიხანი ვურგუნის ოთახში იპოვის ჩანაწერს, საიდანაც გაიგებს, რომ ვურგუნის ქალიშვილი საზღვარგარეთ ციხეშია. ის გოგონას დაიცავს და ალბურაში ჩამოიყვანს, მაგრამ ყველაზე საშიში ბულგარელების გამოჩენაა. ისინი ჩვეულებრივი მტრები არ არიან, ბევრად უფრო ძლიერები და ორგანიზებულები არიან. არც დემირს გვანან და არც ეჯმელს. მათი მიზანი მთელი ალბურას ხელში ჩაგდება. ეჯმელი მათთან ვერაფერს გახდება და იძულებული იქნება ჯიხანს ბორანის გადარჩენას თხოვოს. ჯიხანი მხოლოდ დედის ხათრით ჩაებმება ამ დაუნდობელ ომში, რადგან სადაქათი თხოვს ჯიხანს, რომ შვილის სიკვდილს ვერ გაუძლებს და ძმას დაეხმაროს. ბრძოლა კი საბოლოოდ ბორანის სიკვდილით დასრულდება. სერიალს მერიემის პერსონაჟი შემოუერთდება. მერიემის როლს სერიალში მელიქე იფეკიალოვა შეასრულებს. ის ჩვენთვის კარგად არის ცნობილი სერიალიდან ერთხელ ჩუქუროვაში. მაყურებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სერიალი პირველივე სეზონში უნდა დასრულებულიყო ფინალით, რადგან მეორე სეზონი ზედმეტად გადაიწვირთა. თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ მოვლენების ასეთი განვითარება? თუ სჯობდა ამბავი ადრე დასრულებულიყო? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, დაალაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ კვირას ახალი ანალიზით. ნახვამდის.